ლექციის შემდეგი საკითხი ეს არის ემოციებისა და განწყობის წყაროები. საერთოდ მიჩნეულია, რომ მოვლენები ემოციებზე უფრო დიდ გავლენას ახდენს, ვიდრე განწყობაზე. მაგრამ კვლევართა მიერ განწყობის შესახებ უფრო მეტი გამოკვლევა ჩატარებული, ვიდრე ემოციებზე. ეხლა განვიხილოთ განწყობის ძირითადი წყაროები, თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ წყაროებიდან უფრო მნიშვნელოვნად ბევრი ემოციებზეც ახდენს გავლენას. უპირველეს ყოვლისა განვიხილოთ პიროვნული თვისებები. პიროვნული თვისებები წინასწარ განსაზღვრავს ადამიანების მიერ გარკვეული ემოციებისა და განწყობების განცდას. მაგალითად, ზოგიერთი ადამიანი სხვებზე უფრო ადვილად ბრაზდება, ან განიცდის დანაშაულის გრძნობას, ზოგი კი სიტუაციის მიხედვით წყნარი და აუღელვებელია. ადამიანთა უმეტესობა უფრო ხშირად განიცდის გარკვეულ განწყობებსა და ემოციებს, მაგრამ როგორც მანამდე უკვე ვახსენეთ, ზოგი ადამიანი წინასწარ არის განწყობილი, რომ ნებისმიერი ემოცია უფრო ძლიერ განიცადოს. ასეთ ადამიანებს აფექტის ინტენსიურობის მაღალი დონე ახასიათებთ. ასე რომ ემოციები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან ინტენსიურობით, მაგრამ ადამიანები ასევე განსხვავდებიან იმითაც, თუ რამდენად არის წინასწარ განწყობილნები იმისათვის, რომ ძლიერი ემოცია ჰქონდეთ. თუ ადამიანი ნამდვილად გაბრაზებულია თავის თანამშრომელზე, ის ამ ემოციას ძლიერ განიცდის. თუ ეს ადამიანი საკმაოდ ადვილად ბრაზდება და ღელავს, მისი პიროვნული თვისებები აფექტის ინტენსივობის მაღალი დონით ხასიათდება. მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ემოციებზე და ზოგადად განწყობებზე ასევე კვირის დღეები და დღის მონაკვეთებიც. კვირის დღეები და დღის მონაკვეთები განწყობასა და ემოციაზე ზეგავლენას ახდენს სტიმულის მოქმედების დროს ძირითადად. როგორც აი აქ ხედავთ, ადამიანები ყველაზე ცუდ ხასიათზე არიან კვირის დასაწყისში, ხოლო კარგ ხასიათზე კვირის ბოლოს. შესაბამისად, ყველაზე უფრო მაღალი უარყოფითი ეფექტი და ყველაზე დაბალი დადებითი ეფექტი არის სწორედ კვირის დასაწყისში, ვიდრე კვირის ბოლოს. ასევე გავლენას ახდენს, როგორც აღვნიშნეთ, დრო. პოპულაციის უმრავლესობა ძირითადად ერთნაირ მოდელს მიყვება. განწყობა დაბალია დილით, პიკს აღწევს დღის მანძილზე და ქვეითდება საღამოს. მნიშვნელობა არ აქვს, რომელ საათზე იძინებს ან იღვიძებს ადამიანი. განწყობის პიკი ემთხვევა გაღვიძებიდან დაძინებამდე შუა პერიოდს. უარყოფითი ეფექტი ნაკლებ ფლუქტუაციას ავლენს დღის მანძილზე. ეხლა რა მნიშვნელობა აქვს აღნიშნულს ორგანიზაციული ქცევისათვის? აქ უნდა გავითვალისწინოთ ალბათ შემდეგი. ვინმესთვის არამეს თხოვნა ან ცუდი ამბის შეტყობინება ორშაბათ დილით კარგი აზრი არ იქნებოდა, ხოლო სამუშაო ურთიერთობები ალბათ შუა დღისას და კვირის ბოლოს უფრო დადებითი იქნება. ასევე გავლენას ახდენს ემოციებსა და განწყობებზე ამინდი. მიუხედავად გავრცელებული შეხედულებისა, რომ ამინდი გავლენას და არა უბრალოდ გავლენას, არამედ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს განწყობებზე, არც ისე მართალი აღმოჩნდა. ეს დაადასტურა გამოკვლევებმა. იმას თუ რატომ ფიქრობენ ადამიანები, რომ კარგი ამინდი მათ განწყობას აუმჯობესებს და უფრო მაღალი შრომის მწარმოებლურობა გააჩნიათ, ილუზიური კორელაცია, ამას ხსნის ილუზიური კორელაცია. ილუზიური კორელაცია იქნება მაშინ, როცა ადამიანები აკავშირებენ
ორ მოვლენას, რომელთა შორის სინამდვილეში არავითარი კავშირი არ არსებობს. ადამიანმა შეიძლება კარგ მზიან ამიჩი და ცოტა ღრუბლიან ამიჩიდაც სამუშაო ორივე გულმოდგინებით შეასრულოს, ორივე შემთხვევაში გულმოდგინებით შეასრულოს. შემდეგ შეიძლება გავითვალისწინოთ ჩვენ ფაქტორი, რომელიც სტრესის სახით შეიძლება წარმოვადგინოთ. სტრესს არა მხოლოდ აქვს გავლენა განწყობასა და ემოციაზე, მას აგრეთვე ახასიათებს აკუმულაციური ეფექტი. სტრესული სამუშაო გარემო ზრდის დაქირავებულის დაძაბულობას სამუშაო ადგილზე, სამსახურში, აუარესებს მის ბუნება-განწყობას და იწვევს დაქირავებულის მიერ უარყოფითი ემოციების განცდას. შემდეგ შეიძლება გავითვალისწინოთ ასევე სოციალური აქტივობა. სოციალური აქტივობას საერთოდ მკვეთრი გავლენის მოხდენა შეუძლია განწყობასა და ემოციაზე. კარგ განწყობაზე მყოფი ადამიანები ეძებს სოციალურ ურთიერთობებს, რაც თავის მხრივ ადამიანის კარგ განწყობას განაპირობებს. აგრეთვე მნიშვნელოვანია სოციალური აქტივობის ტიპი. ფიზიკური, არაფორმალური და ეპიკურალური აქტივობა იწვევს ბუნება-განწყობის ამაღლებას. განსხვავებით ფორმალური აქტივობებისაგან, მაგალითად, როგორც შეხვედრაზე დასწრება და ასევე მჯდომარე მდგომარეობაში ყოფნისა, როდესაც მეგობრებთან ერთად ტელევიზორს ან რაიმე ფილმს უყურებთ. შემდეგი ფაქტორი, შემდეგი წყარო შეიძლება დავახასიათოთ დილი. დილი მოქმედებს განწყობაზე. დილს მოკლებული ადამიანი უფრო მეტად განიცდის დაღლას და უფრო ადვილად იღლება, უფრო ადვილად ბრაზდება და შეიძლება ვთქვათ, რომ უფრო მტრულადაც შეიძლება იყოს განწყობილი. დილის ნაკლებობა ასევე მოქმედებს გადაწყვეტილებების მიღების უნარზე, უფრო ართულებს ემოციების გაკონტროლებას და ასუსტებს მომდევნო დღეს ადამიანის სამსახურით კმაყოფილებას. შემდეგ ფაქტორად, შემდეგ წყაროდ შეგვიძლია დავასახელოთ დაუშვათ ვარჯიში. რამდენადაც გამოკვლევება აჩვენა, რომ ვარჯიში აძლიერებს ადამიანის დადებით განწყობას. ეს ეფექტი უფრო ძლიერია დეპრესიულ ადამიანებში. მიუხედავად ამისა, ვარჯიშის მუდმივი ეფექტი განწყობაზე არც თუ ისე ძლიერია. ასაკი შეიძლება განვიხილოთ. ასაკის მატებასთან ერთად ნეგატიური ემოციები ნაკლებად მჟღავდება ადამიანებში. დადებითი განწყობა გრძელდება დიდ ხანში შესულებში და უარყოფითი უფრო მალე ქრება. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს წლების მანძილზე დაგროვილი ემოციური გამოცდილებით. შემდეგ წყაროდ შეიძლება განვიხილოთ ჩვენ სქესი. გამოკვლევების თანახმად ქალები უფრო მეტ ემოციებს ავლენენ, ვიდრე მამაკაცები. აგრეთვე უფრო მძაფრად განიცდიან ამ ემოციებს და უფრო ხშირად გამოხატავენ მას ხალხდასიბრაზისა. მამაკაცებისაგან განსხვავებით, ქალები ემოციების გამოხატვით უფრო მშვიდდებიან. ამ განსხვავებების ერთ-ერთი ახსნაა მამაკაცებისა და ქალების სოციალიზაციის განსხვავებული საშუალებები. ჯერ ერთი მამაკაცებს ასწავლიან, რომ ისინი მტკიცეები და მამაცები იყვნენ, ხოლო ქალებს რომ იყვნენ უფრო ნაზები და მზრუნველები. მეორე ახსნა ის არის, რომ ქალებს მამაკაცებზე მეტად აქვთ თანდაყოლილი უნარი, გაიგონ სხვების ემოციები და გამოხატონ ამასთანავე თავიანთი ემოციებით. და მესამეც, ქალებს უფრო მეტად აქვს სოციალური მოწოდების საჭიროება და დადებითი ემოციების, მაგალითად ბედნიერების გამოხატვისადმი მიდრეკილება. ეს განსხვავება უფრო მეტად განპირობებულია, როგორც აღნიშნეთ, სოციალური გავლენით და ნაკლებ არის თანდაყოლილი უნარი. ეხლა განვიხილოთ შემდეგი ემოციების გარე შეზღუდვები. ზოგადად ემოცია, რომელიც მისაღებია, მაგალითად, გათობისას სრულიად მიუღებელი შეიძლება იყოს სამუშაო ადგილზე.
ასევე რაც მისაღებია ერთი ქვეყნისათვის, ხშირად შეუფერებელია მეორესათვის. ამდენად შეიძლება განვიხილოთ ემოციებზე ორგანიზაციებისა და კულტურების გავლენაც. ახლა განვიხილოთ უპირველეს ყოვლისა ორგანიზაციის გავლენა. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ემოციების მთელი რიგი, რომლის მიხედვითაც მსოფლიოს ორგანიზაციები დაქირავებულებს ეძებენ მონაცემების თანახმად, მაგალითად ზოგიერთ ქვეყანაში თუ დაუშვათ შეერთებულ შტატებში უარყოფითი და ინტენსიური ემოციების გამოხატვის წინააღმდეგ გარკვეული წინასწარ შექმნილი განწყობა არსებობს. რა თქმა უნდა, ასეთი გამოხატვა ზოგიერთ შემთხვევაში მისაღებია, მაგალითად, ხანმოკლე მწუხარება რომელიმე კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის გარდაცვალების, უეცარი გარდაცვალების გამო, ან მხიარულება რეკორდული წლიური მოგების გამო. მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, კარგად მართული ორგანიზაცია არის ის, რომელიც ემოციებისაგან განთავისუფლებას ისწრაფვის. ეს რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს. ეს დაგჭირდება შემდეგ, როდესაც კულტურების გავლენას განვიხილავ და სწორედ ახლა შეგვიძლია განვიხილოთ ჩვენ ეს საკითხი და დავსვათ ასეთი შეკითხვები. იცვლება თუ არა კულტურებს შორის ემოციების გამოვლენის ხარისხი? ასევე შეიძლება თუ არა შეიცვალოს ადამიანების მიერ ემოციების ახსნა კულტურებს შორის და ასევე იცვლება თუ არა კულტურებს შორის ემოციების გამოხატვის ნორმები. თანდათანობით განვიხილოთ ეს საკითხები. უპირველეს ყოვლისა, პირველი კითხვა, იცვლება თუ არა კულტურებს შორის ემოციების გამოვლენის ხარისხი? აქ შეიძლება დავეთანხმოთ ამას და ვთქვათ, რომ დიახ, იცვლება. მაგალითად, ჩინეთში ადამიანები აცხადებენ, რომ უფრო ნაკლებ დადებით და უარყოფით ემოციებს განიცდიან, ვიდრე სხვა კულტურებში. და ჩინელების ემოციებს ნაკლები ინტენსივობა ასევე ახასიათებს. შეიძლება ამითინაც დავახასიათოთ. ზოგადად ადამიანები უმეტეს კულტურებში განიცდიან გარკვეული დადებით და უარყოფით ემოციებს, მაგრამ ამ ემოციების განცდის სიხშირე და ინტენსივობა რაღაც ხარისხით მათ შორის იცვლება. იცვლება თუ არა ადამიანების მიერ ემოციების ახსნა კულტურებს შორის? ზოგადად მთელი მსოფლიოს ადამიანები უარყოფით და დადებით ემოციებს თანაბრად ხსნიან. ზოგიერთი კულტურა ზოგ ემოციას სხვაზე მეტად აფასებს, ზოგიერთი კიდევ უფრო ნაკლებად. მაგალითად, ამერიკელები ენთუზიაზმს აფასებენ, ჩინელები კი უარყოფით ემოციებს უფრო სასარგებლოდ და კონსტრუქციულად მიიჩნევენ. ვიდრე დაუშვათ ამერიკელები. ზოგადად სიამაყე დადებით ემოციად ითვლება დასავლეთის ინდივიდუალისტურ ქვეყნებში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაგრამ აღმოსავლეთ კულტურებში, მაგალითად ჩინეთსა და იაპონიაში, სიამაყე არასასურველია და სიამაყის გამოვლენა ასევე არასასურველია. ეხლა შემდეგი კითხვაზე გავცეთ პასუხი კიდევ, იცვლება კულტურებს შორის ემოციების გამოხატვის ნორმები თუ არა? და შეგვიძლია უპასუხოთ, რომ ნამდვილად სრულად იცვლება. გამოკვლევების მიხედვით კოლექტიურ კულტურებში ადამიანებს უფრო ჟიარად, რომ ემოციების გამოვლენას რაღაც კავშირი აქვს მასსა და იმ ადამიანებს შორის ურთიერთობაში, რომლებიც ემოციებს გამოხატავენ. ინდივიდუალისტურ კულტურებში ადამიანები არ ფიქრობენ, რომ სხვების ემოციები მასთან არის რამენაირად დაკავშირებული. საინტერესოა ასევე ერთი ფაქტი, რომ ზოგიერთ კულტურაში არ არსებობს სიტყვები, რომელიც სტანდარტულ ზოგიერთ დასავლეთის ქვეყნებში გავრცელებული ტერმინებია. მაგალითად, ღელვარება, დეპრესია ან დანაშაული. მაგალითად, ტაიტელებს არ აქვს სევდის ექვივალენტი სიტყვა. როცა ტაიტელები სევდიანები არიან, სევდას ისინი ფიზიკურ ტკივილად აღიქვამენ.
როგორც აღნიშნეთ და აი ამ მსჯელობიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ საჭიროა გავიზიაროთ ის აზრი, რომ კულტურული ფაქტორები გავლენას ახდენენ იმაზე, რასაც მენეჯერები ემოციურად შესაფასებლად მიიჩნევენ. რაც მისაღებია ერთი კულტურისათვის უკიდურესად შეუფერებელი და უფუნქციო შეიძლება იყოს მეორესათვის. მენეჯერებს სჭირდებათ ემოციური ნორმების ცოდნა თითოეული ქვეყნისათვის, იმ ქვეყნებისათვის, სადაც ისინი საქმიანობას ეწევიან, სადაც მათი ბიზნესი არსებობს, რომ იმისათვის, რომ არ მოიქცენ გაუაზრებლად. მაგალითად, ამერიკელმა მენეჯერმა იაპონიაში ყოფნისას, იაპონიაში საქმიანობისას უნდა იცოდეს, რომ როცა ამერიკელები საერთოდ ღიმილს დადებითად უყურებენ, იაპონელები ამ ღიმილს, იაპონელებმა შეიძლება იგი მიიჩნიონ ინტელექტის ნაკლებობად და ამ ადამიანს, ვინც ხშირად იღებება, ინტელექტის ნაკლებობაც კი მიაწეროს. ასევე შეგვიძლია განვიხილოთ ჩვენ ერთ-ერთ პირობას, ერთ-ერთ წყაროთ ემოციური შრომა. სამსახურში ადამიანებთან ურთიერთობისას დაქირავებულების მიერ ორგანიზაციულად საჭირო ემოციების გამოხატვა ყოველთვის აუცილებლობას წარმოადგენს. მენეჯერები დაქირავებულებისაგან ელიან თავაზიან ურთიერთობას, როგორც თანამშრომლებთან, ასევე ნებისმიერ სხვასთან, ანუ მომხმარებლებთან. მაგრამ აქ შეიძლება ადგილი ჰქონდეს ემოციურ დისონანსს, სიტუაციას, რომლის დროსაც დაქირავებულს უხდებათ ერთი ემოციის გამოვლინება, როდესაც მეორეს გრძნობენ. ეს დისონანსი უარყოფით გავლენას ახდენს დაქირავებულებზე, რაც საბოლოოდ იწვევს ემოციურ დაცლილობას და გადაწვას. ზოგჯერ არსებობს, აქედან გამომდინარე, შეიძლება ვთქვათ, რომ არსებობს გამოვლენილი ემოციები განცდილის წინააღმდეგ. დიახ, განცდილი ემოცია ეს არის ინდივიდის რეალური ემოცია. ხოლო გამოვლენილი ემოცია ეს არის დასწავლილი, შესწავლილი ემოცია, რომელსაც ორგანიზაციები ითხოვენ თანამშრომლებისაგან და მას სამსახურისათვის შესაფერისად მიიჩნევენ. ამდენად ადგილი შეიძლება ჰქონდეს ზედაპირულ ქმედებას, შინაგანი გრძნობების დამალვას და ემოციური გამომეტყველების შეკავებას, ემოციების გამოვლინებას ორგანიზაციული წესების შესაბამისად. ზედაპირული ქმედება საერთოდ ძალზე სტრესულია დაქირავებულებისათვის. ზედაპირული ქმედება ასოცირებულია გამოვლენილ ემოციებთან. აქვე შეიძლება ვთქვათ განსაზღვროთ ღრმა ქმედება, ანუ წესების საფუძველზე, როდესაც ადამიანი ცდილობს გადაქმნას ნამდვილი შინაგანი გრძნობა. საერთოდ ღრმა ქმედებები ასოცირებულია განცდილ ემოციებთან.